ჟენია, გუშინ ისეთ სიმპათიურ ბიჭს შევხვდი. მოიცა რა? მართლა რა ქვია? ანტონი. ფოტო გააქვს? ჯერ ფოტო არ გადაგვიღია ერთად, მაგრამ დამიჯერე, ძალიან სიმპათიურია. გოგოებო, რამე არ ვიცი, ხომ არ მომიყვებით. მოკლედ, სტელა შეხვდა ძალიან სიმპათიურ ბიჭს, ანტონს. მაგარია. იღბლიანია, ნეტა მეც შევხვდა ვინმეს. ანტონს მეგობრები ხომ არ ყავს? ბაყაყებო, შეწყვიტეთ საუბარი, სტატიის დაწერაში მიშლით ხელს. გოგოებო, 2 წამით გაჩერდით ვთამაშობ. 1 წუთით გაკვეთილი ჯერ არ დაწყებულა და საუბარი გვინდა. გამარჯობა. მოკლედ, ნასტია, კოსტუმები მოვიდა, ძალიან მაგარია, დასვენებაზე გაჩვენებ. დიანა, ვერ მოვითმენ, ძალიან მაინტერესებს. ჯანდაბა, ნერვებს მიშლით, შეიძლება სიწყნარე, სტატიის დაწერას ვცდილობ და ხელს მიშლით. ლეილა, დაწყნარდი, კარგ ხასიათზე ვარ, შენ ასეთი გაბრაზებული რატომ ხარ? ნასტია, მერე გაჩვენებ, ძალიან მაგარი კოსტუმებია. ხო, დიანა, კარგ ხასიათზე ხართ. სკოლაში წასვლა მგონი, შენ პლაჟზე წასვლა გგონია, უფრო და უფრო ნაკლები ტანსაცმელი გაცვია. ლეილა, რა? შენ რატომ არ გაცვია ასე, ძალიან მაინტერესებს. გამარჯობა, დიმა, შენთვის ახალი ამბავი მაქვს. მეგობრებო, გამარჯობა. მე ჟურნალისტი ვარ, დიანა, და მოსწავლეებს სულ მაგალითს ვერ მივცემ, ისე როგორც შენაძლევ. 1 წუთით შოკში ვარ, უკვე ჩხუბი არის. მომისმინე, ნასტია, ლეილა ზაფხულის არდადეგებზე ჩვენთან ერთად მოდის? ხო, როგორც სხვა ყველა სტუდენტი. დამღალა. მეგობრებო, გამარჯობა, ახალი სტილი მაქვს. აბა რას ფიქრობთ? ვაუ, რაიან, მაგარია. რაიან, მამალივით სკოლაში მოსვლა მაგარი არ არის. ლეილა, მგონი შენ ვერაფერს ვერ ხვდები, მამალივით არ მოცვია. რაიან, მაგარი ქუდია, მიდი მათხოვე. არა, ტიმურ, ჩემი ქუდია. კარგი, მაშინ მე თვითონ ავიღებ. მეგობრებო, ჩემი ახალ ქუდს შეხედეთ, რომელს უფრო უხდება, მე თუ რაიანს. ტიმურ, დამიბრუნე. არა, დაჯექი. რაიანს უფრო უხდება, ტიმურ დაუბრუნე. მეგობრებო, რა ხმაურია, რა ხდება? გამარჯობა, მასწავლებელმა იქ, ჩემი ქუდი როგორ მოგწონთ? მეგობრებო, დასხედით, გაკვეთილი დაიწყო. მასწავლებელმა იქ, გთხოვთ ტიმურს უთხრით, რომ ჩემი ქუდი დამიბრუნოს, ჩემი ქუდია და აიღო. კარგი, მეგობრებო, საკმარისია, დასხედით, ტიმურ, შენ რაიანს ქუდი დაუბრუნე და გაკვეთილი დავიწყოთ. მასწავლებელმა იქ, ცოტა ხნით მე მექნება. არა, ჩემი ქუდია. კარგი, მაშინ დასვენებაზე ავიღებ. გოგოებო, რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკოთ. კარგი, აბა გისმენთ რაიან. კარგი, რაღაცაზე უნდა გელაპარაკოთ, დასვენებაზე. აი, ეს გუშინდელი დღე განსაკუთრებული იყო. ხოლოდ გუშინდელი? არა, მაგრამ კინო, პოპკორნი, ხო ხდები. თან კოცნა. პიცა, ჩვენი ყველა საღამო განსაკუთრებულია. დღეს ბებია ჩემთან წავართ. ბარდის ნამცხვარი გამოვაცხო. რა? მოიცა, ბარდის ნამცხვარი არ მოგწონს? არა, წამოვალ. გამარჯობა. ხო, ზოგადად იმის თქმა მინდოდა, რომ ვიფიქრე გამოსაშვების საღამოსთვის კაბას ჩემით შევიკერავდი. მე რა რომ დიზაინერი არ ვარ, სხვათა შორის მართლა ვაპირებ ამის გაკეთებას. თან მწვანე ქვედაბოლო მინდა. მეგობრებო, ამდენი ხანი რას აკეთებ, საჭმელი მინდა. ყველაფერს ძალიან ნელა აკეთებს და მერე კიდე ტიპები გინდათ. დედა, ხვალ ნაჭერი ვიყიდოთ, აბრეშუმი მინდა, კაბას შევიკერავ, მართლა მაგარი იქნება. მე ფრეშს ვცველოდები, რა ხდება, სტაფილოები აღარ გაგვთ. მეგობრებო, მოითმინეთ, პიცა ყველაფერს მოგიტანთ. მისმინე, არის რისი ჯემი წავუღო ბებია შენს? ბებია ჩემს მოცვის უყვარს. კარგი, გასაგებია, მთავარია რომ ბებია მის მოვეწონო. ძლივს მოიტანის. მოგლეთ მაქს გირჩევ, რომ უფრო მეტად ვივარჯიშოთ. ხო, სმაილ გეთანხმები, უნდა დავიკუნთოთ და გოგოებსაც დავიბრუნებთ. მაქს არაგერიოს, შენ უკვე თითქმის დაიბრუნე შენი და მე და დიანას შორის ყველაფერი კარგადაა. ხო, მაგრამ მაინც ისეთი არაფერი, ასე უცნაურად რატო იცევ? წვანე, კიდევ რამეს ხომ შევუკვეთავ? პიცა როგორ გემოვნება გაქვს? არც ისე ცუდი? აი ნახე, ეს კაბა უნდა შევიკერო გამოსაშვების საღამოსთვის, რას ფიქრობ? ხო მაგარია, მითხარი. გეუბნები მაგარია, ხო? კი, კაბა კარგია, მაგრამ ხატვა უნდა ისწავლო. აუ, საერთოდ არაფერი გესმის, მომიტანე სალათი. მასკოტ. ხო, რა გინდა, ფული არ მაქვს. მაგაზე არ მაქვს საუბარი, ამ კაბას შეხედე, ხო მაგარია, ხო? ეს რა არის, შენი პირველი კლასის ნახატები? მასკოტ, რას ამბობ? ეს კაბა არის, რომელსაც გამოსაშვებ საღამოს ჩავიცვამ და შენ არაფერი გესმის, არავის გესმით. მოკლედ, მეგობრებო, ყველამ თქვენი როლები გადაშალეთ და დღევანდელი ეს სათაური ჩაიწერეთ, როგორ გავატარებ წელს ზაფხულს. როგორ გავატარებ ზაფხულს? მე უკვე ვიცი როგორ გავატარებ. ეს ზაფხული ძალიან მაგარი იქნება. ხო, მაგარი, რა თქმა უნდა, ყოველი დღე ძალიან მაგარია. მასწავლებელმა ეგ უკვე დავამთავრე სკოლის სტატია. კარგი, ლეილა, დასვენებაზე მოჩვენე. მეგობრებო, როგორ გავატარებ წელს ზაფხულს? ოღონდ პრობლემებში დაწერეთ, ქვამაღლა არ იყუროთ. ეს ზაფხული ყველაზე მაგარი იქნება მართლა. კარგი, მე ამბოხეების რაღაც არდადეგებზე მაინც გავერთობი დამღალეს. მოგლეთ, დიმა, გუშინ ერთად გილას ვიყავი პაიმაზე, 60 წამი ერქვა. მან რას აკეთებდი? 10 წუთში 10 გოგოს შევხვდი. ყველა ძალიან ლამაზი იყო და ახლა არ ვიცი რომელთან ერთად წავიდე პაიმაზე.
კოსტა მართლა მიდიხარ უცნობებთან ყველაზე ცუდი ვარიანტია. კარგი დიმა შენ ვერაფერს ვერ ხვდები. მოკლედ როგორ გავატარებ წელს საფხულს? ერთ დღეში 100 პაემაზე წავალ. კოსტა ფრთხილად იყავი, ასეთი პაემები უაზრობაა. მეგობრებო, ხმამაღლა არაფერი არ თქვათ, დაწერეთ და მე რო ყველას წავიკითხავ. ჭანდაბა, მადა დამეკარგა. აი ეს მწვანე ჩაიმი და ყინული და პანინი. ამის გამო? ხო, ამის გამო. მომისმინე რომეო, შეგიძლია ჩემი შეყვარებულის დევნას თავი დაანებო. ჩემი შეყვარებულია. მომისმინე სმა, საიდან მოიტანე, რომ შენი შეყვარებულია? დიანა თვითონ გადაწყვეტს, ვისი შეყვარებული იყოს. ხედავ მაქს, როგორი თავდაჯერებულია, როგორია, რომ დიანა მას აირჩევს. თავდაჯერებულობას ხო არ გაგვიყო? პატარა ბიჭო, დიანა არ ადირჩევს. მოიცა რა დამიძახე? გაიმეორე ქერა. არაფერი, დაწმარდი. კარგი, გაჩერდით, გეყოფათ ჩხუბი. ხო, მე აქ ნაჭარს ვარჩევ, რას აკეთებთ? არაფერი, უბრალოდ ეს ბავშვი დიანას დასდევს და ვეუბნები, რომ ფრთხილად იყოს, თორე ფეხებს მოუტეხავ. ხო, და ხუმრობით არ იძახის. უმისმინე სმა, შენ ადგილას ასეთი თავდაჯერებული არ ვიქნებოდი. იცოდე, კალათბურთის გუნდის კაპიტანი გავხდები და შენ ადგილს დავიკავებ. ეს სერიოზული განცხადებაა. კალათბურთელის შეყვარებული ვიქნები. ბავშვო, შენ ყოველთვის ჩემგან იქნები, ყველგან. მოკლედ, ახლა ხანს დავწერე სტატია. მოკლედ, გოგოებო, მინდა რომ ცეკვის ჯგუფში დაგბადიშოთ. რაიან, რა ცეკვა? ცეკვა, ძალიან ბევრი მოძრაობები, გაწევები, ასე შემდეგ. ვაუ! ქორეოგრაფი ხარ, რაიან? მოკლედ, გოგოებო, კი, მე ვარ და მინდა რომ ახლოვე დაგბადიშოთ და რაღაც მოძრაობები გაჩვენოთ, რომლებიც ეგრევე შეგიყვარდებათ. რაიან, მაგრამ ჩვენ ხომ ჩირილდერები ვართ. ხო, რაიან, სხვა დროს გავაკეთოთ. გოგოებო, მე მინდა ჩირილდერობის გარდა არაფერს ვაკეთებთ. მოდი ვცადოთ. ნასია? კარგი, რაიან, მხოლოდ თუ არ მოგვეწონება, გამოვალთ ეგრევე. გოგოებო, დამიჯერეთ, მართლა მოგეწონებათ, გამომყევით. კარგი, წავედით. კოსტა, წავიდეთ, ვნახოთ. წამო. პატრიკ, მე ლურჯი ვიქნები. კარგი, მე წითელი. გამარჯობა ბიჭებო, თქვენი მეგობრების გარეშე აქ რას აკეთებთ? თან მოწყენილი ხართ. ჩვენი გოგოები ახლა სილამაზის სალონში არიან. ვაუ! ლეილა, დროა. კარგი, ჩუმად იყავი ანა. ბიჭებო, რადგან თქვენი გოგოები აქ არ არიან, ხომ არ გინდათ კაფეში წავიდეთ, დავლიოთ ლატე? პატრიკ, ჩვენ გვიფირტავებიან, ხო, მგონი. გოგოებო, თავს ჩვენ რატო გვაწონებთ? ბიჭებო, რას გულისხმობთ? უბრალოდ მოწყენილები ვართ, ჩვენც და თქვენც. ხო, უბრალოდ დავსხდეთ მეგობრულად დავლიოთ ცხელი შოკოლადი ლატე. ხო, თქვენი გოგოები ვერ გაიგებენ, არაფერს ვეტყვით. კარგი, მაგრამ იცოდეთ ფულის გარეშე. ფული არ გაქვთ. მაშინ ჩვენ უბრალოდ დავსხდებით, ხო და ვისაუბრებთ. პატრიკ, წავიდეთ. ხო, წავიდეთ, თავარია რომ ჯიჯიმ არაფერი გაიგოს და ჯული. დიანა, ძალიან მაგარი ფორმაა. ნასია, ვიცი. გოგოებო, ჩემთვის რატომ არ შეუკვეთეთ? გოგოებო, ჩუმად იყავით, უნდა დავიწყოთ. დიანა, სიმართლე რომ გითხრა, ასეთი ნელი ცეკვები არ მომწონს, ჩქარი ცეკვები მიყვარს. ნასია, ახლა დავესწროთ და მეორედ აღარ მოვიდეთ. მე მომწონს. გოგოებო, ყველაფერი ჩემთან ერთად გაიმეორეთ და ყველაფერი ამოძრავეთ. გაიმეორეთ. ვიმეორებთ. დიმა, ისე ჩუმად თვალთვალი კარგი არ არის. იქნებ ვიღაცამ შეგვამჩნიოს. კოსტა, ყველას გაკვეთილები აქვს, ახლა ვერ უნდა გვინახავს. არა, ეს ცუდი იდეაა. კარგი, ცოტა ხნით უბრალოდ შევიხედავ. აბა, რას ხედავ? ძალიან ლამაზად ცეკვავი. 1 2 3 გოგოებო, იმოძრავეთ. მოძრავთ, რაიან. კოსტა, რაიანთან მეც უნდა წავსულიყავი, ახლა დიანასთან ერთად ვიცეკვებდი. დიმა, ჩუმად იყავი და უბრალოდ ცეკვას უყურე. ხო, კარგი, ვუყუროთ. დედა, თუ გინდა რომ შენი შვილი ყველაზე ლამაზი იყოს გამოსაშვებ საღამოზე, ეს ნაჭერი მიყიდე. მართლა შევკერავ, დიზაინერი ვიქნები. მოიცადე? დიანა ძალიან ლამაზია. იქ ყველა ლამაზია. შეხედე რაიანიც როგორ მოძრაობს. ახლა მეც მინდა ცეკვა ვისწავლი. ვა, საალთისფერო, გამარჯობა, გაკვეთილები უკვე დამთავრდა, ძალიან მინადრებოდი. აქ დავდიოდით უბრალოდ და რაღაც მუსიკა გავიგონეთ. ნუ მატყუებთ, ვის უთვალთვალებდით, სიმართლე მითხარით. საალთისფერო, კარგად არ შეგვიხედავს. ხო, საერთოდ არა. კარგი, ჩემი თვალით ვნახავ. 1 2 3 მაგარია, რაიან. გოგოებო, ძალიან ელასტიურები იყავით, მაგრამ რამდენიმე გაკვეთილი დაგჭირდებოდა. კარგი, მშვენიერი, მზად ვართ. კარგი, დავიწყოთ.
ყველაფერი გასაგებია. აი თურმე ვის უყურებდი? ხო და მიდი უყურე. სალათისფერო ყურების უფლებას მოგცემ. ხო, ნებას გაძლევ. კოსტა უფლება მოგცა. მაგარია. მადლობა სალათისფერო. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან, ისინი გაიმარჯვებენ. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან, ისინი გაიმარჯვებენ. არ მისმის კომბეშოები რატო ვარჯიშობენ? ბაჭიები სად არიან? იქნებ ვარჯიშის სტრუები შეეცვალოთ. ხუჭუჭა, აქ ხარ, შენთან ლაპარაკი მინდოდა. გაიგე, ხო ალბათ რომ მე და დიანას შორის ყველაფერი კარგადაა. არა, დიანას არაფერი არ უთქვამს. ხო და ამიტომ მეგეუბნები, ყველაფერი კარგადაა. და უკვე შეგიძლიათ ჩირლიდერებს თავი დაანებოთ. აი კომბეშოები აქ არიან, შეგიძლიათ მათთან ერთად იყოთ. ბაყაყები მაგრები არიან, საუკეთესოები არიან. ჩანდაბა კალათბურთელებმა უკვე ყველაფერი გააფუჭეს. დაანებეთ ბიჭებს თავი, გვიყურებენ. აი, გაიგონეთ კომბეშოებს მოწოხართ. ამიტომ შეგიძლიათ მე ამოხები უკვე დაივიწყოთ. მაგ შენ თვითონ წადი კომბეშოებთან პაემაზე. მე შეყვარებული მყავს, მერი და მე დიანა მყავს. ვა, მეგობრებო, გაიგონეთ, როგორც ჩანს ჩვენი სტუმრები ვერაფერს ვერ მიხვდნენ. გარეთ ხوار გავიდეთ და ისე ვილაპარაკოთ. წამო, გავიდეთ. კალათბურთელებო, გთხოვთ, თავი დაანებეთ. კარგი ბიჭები არიან. ხო, კომპლიმენტებიც კი გვითხრეს. უფლება მიეცით, რომ თქვენთან ერთად იყვნენ, რომ ჩვენ ჩირლიდერებს საბოლოოდ თავი დაანებოთ. ბიჭებო, კალათბურთელებო, ძალიან მჭირდებით, იქ რაღაც ხდება. ეს უნდა ნახოთ. სალათისფერო რა მოხდა? არ გავდივართ, მოიცა ორი წამი. თქვენი ჩირლიდერები ზევით ცეკვავენ მოკლე შორტებში და დიმა და კოსტა უთვალთვალებენ, მიდით და გაარკვიეთ რა ხდება. მეგობრებო, დღეს ყველაფრის დასასრულის დღეა. ხო, ეს დიმას და კოსტას საბოლოო დასრულების დღეა. მოიცა ჩვენ ჩირლიდერებს ვინ უყურებს? ვიღაც დიმა და კოსტა. წამო, გავარკვიოთ. წვანე, რატომ მოხვედი და საერთოდ რატომ ილაპარაკე? ხო, კინაღამ ახალი ბიჭები გავიცანით და შენ ყველაფერი გააფუჭე. დავიღალეთ ამ დიმათი და შენ ჩირლიდერებით. მაპატიეთ ბაყაყებო, არ ვიცოდი რომ რამე დაგეგმილი გქონდათ, მაგრამ ჩემი პრობლემა ეგ არ არის. ჩემი პრობლემა უნდა გადავჭრა. წადი ხო, გოგოებო, მარკუსი როგორ მიყურებდა, ნახეთ? ხო, მეც გამომხედა. არა, შენ სლავამ გამოგხედა. ჩვენ არავინ შემოხედა? გოგოებო, შეხედეთ, მაყურებლები ყავს დიმა და კოსტა, შეგიძლიათ შემოხვიდეთ და გვიყუროთ. ვა, მადლობა. ჯანდაბა, ბიჭებო, გადით აქედან. ეს რა სისულელეა, მათ თვალ წინ უნდა ვიცეყოთ? რაიან, გაუშვი. ცეკვა ხელოვნების ნიმუშია და სასირცხულო ამაში არაფერი არ არის. ამიტომ შეგვიძლია გავაქცევოთ. 1, 2, 3, იცეკვეთ. კოსტა, ეს ცეკვა ძალიან მომწონს. ხო, მეც მომწონს. ისე თითქოს პირველ რიგში ვზივართ. აი აქ, ბიჭებო. დიანა, არ მესმის აქ რა ხდება? ეს რანაირი ცეკვაა? ან რაიანი აქ რას აკეთებს? გამარჯობა ბიჭებო, შეგიძლიათ დასხდეთ. სმაილ, დაწყნარდი. ხო, უბრალოდ ცეკვას ვსწავლობთ. ხო, შპაგატში ჩაჯდომასაც. კარგი დიანა, შენ მერე დაგელაპარაკები. და თქვენ აქ რას აკეთებთ? თქვენ ცეკვას სწავლობთ, თუ უბრალოდ ჩვენ გოგოებს უყურებთ? დიმა, დიანას უყურებს და კოსტა არ ვიცი, ალბათ მერის. რა? ჯანდაბა, გოგოებო, რა გავაკეთო? რაიან, წადი. ბიჭებო, ყველაფერს აგიხსნით. დიდი ხანი არ გვივარჯიშია და შპაგატში ჩაჯდომა და გვავიწყდა. სმაილ, დაწმარდი, ეს უბრალოდ ცეკვაა. გოგოებს ელასტიურობა ჩირლიდერობისთვის სჭირდებათ. რაიან, შენს მერე დაგელაპარაკები. აბა, ვინ უყურებს ჩვენ გოგოების მოძრაობებს? ვინ? დროზე აქედან წადით და მადლობა თქვით, რომ აქ ნოპა არ არის. თორე ძალიან ცუდი რაღაც დაგემართებოდათ. დიმა, წავედით. ეს ჩემი იდეა არ იყო. დიანა, ახლა შენ უნდა დაგელაპარაკო. მისმინეს მალ, ცუდი არაფერი გაგვიკეთებია. ხო, რაიანი გვასწავლდა ცეკვას. და ცეკვას ვერავინ აგვიკრძალავს. ვინ გიყურებდეთ? დიანა, ხო ყველაფერი კარგადაა? აი დიანა, შენი ნივთები გაემზადე და გავიდეთ. სმაილ, როგორ დამღალე? მარკუს, აქ რას აკეთებ? აი, ჩემი სლავაც მოვიდა. მეგობრებო, მე მივხედავ. აბა, ნახვამდის. გოგოები უნდა ვნახოთ. დროზე ორივე გარეთ, კარგად, ნახვამდის. საწყალი მარკუსი, ტიმურ, რამდენი უფლებას აძლევს საკუთარ თავს? გოგოებო, მორჩა, ეს ბიჭები ამ სკოლაში ვეღარ მოვლენ. არა, სმაილ, ახლა გავალ და მარკუს დაველაპარაკებით. ბავშვებო, თქვენ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდე და მოვაგვარო ყველაფერი. კარგად. რაიან, მომისმინე, მოგიწევს რომ ეს ცეკვები სხვა ვიღაცებს ასწავლო. ბოდიში, მაგრამ ცეკვა ხელოვნებაა და ვისაც მინდა იმას ვასწავლო. გონი ვერაფერი გაიგო.